ნახეთ მეგობრებო, ზურამ რა მაგარი რაღაც გააკეთა. ამა შეხედეთ. უილა როცა ვარ ტელეფონის პრობლემას ეგეთ სიცქნა რაღაცეა. ფარი რო გავტეხე მანქანაზე მანდ ვარ თამოსულები და ნახეთ ჩემი მანქანის ფარი. გავარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR White-ს. კი წერდით ხშირად ზურაო და აგერ ზურა. მოგესალმებით ახალი სახით, ახალი ფორმებით და აცი შევეცდები რომ ხშირად არ მოგანატოვოთ ხოლმე თავი რა. ეს ჯიპით საშუალების გადაღებას ვაპირებთ. დარჩენით არა, მაგრამ ვიქნებით გარკვეული დროით ბევრ რაღაცას გავაკეთებთ. ხის ისინი წამოიღეს სათხელები. ხო და შეგვიძლია დამარაძებულები. რაღაცებსაც მასწავლის ის ფლავდა. აქვე გეტყვით, ვარემ ზურას აქვს თავის სახელოსნო და გამიხარდება თუ ხარს დაუჭერთ, დაიჭირეს და ზურა. ეს რა ხედა მაგიდა და გიწევი. ეგ პატარა ხელა. ეგონა ეს იცოდი. ეს არ ვიცოდი. რამდენი ხანი არის ვაფშე. მანქანის ლაშქრობაზე დიდი ხანი არ ყოფილვართ, ეგ კი. დაიჭერები. ზურა გააძრე მაგიდა. მერე მაგიდა სხვაგან დავდგოთ, უბრალოდ ფაქვა ხო? ეცას ჯერ არა. შექმნება თავისი ტოჩკები, ხო? ხო, აი გვერდებს მაღლა აქვს. ისინი დავწიო. კაც. დარტი, აი. 20 კაცზე ვშლით ნახევარწუთში მაგიდა. იცი, აკაც. შუაში. დღეს წამოსულები ვართ მამკოდის მამათა მონასტრის მხარეს. აი, ჩემს მეორე არხზე, საოჯახო არხზე, BBR Outdoors-ზე მე ნინდა ნოერო ვიყავით. აი, მაგ ტერიტორიაზე ვართ. ზურა ახლა უნდა გადმოგცე მე მაგარი რაღაც. ჩემი დაკარგული სათვალე ხო არა? ხო. თუ გახსოვთ მე და ზურა ბოლოს ლაშქრობაზე რო ვიყავით, აი, ძალიან დიდი თოვლი. ხო ისე მაგარი დიდი თოვლი იყო. რაღაცა ზამასკა მქონდა იმ დღეს რომ რაბეს დავკარგავ. რაღაცას დავკარგავ და არც ახსოვდა რომ ეს დაკარგა, არც იცოდა საერთოდ. და ვერჩევავში. მე რამდენი დღის მერე ისე მაგარ ტერიტორიაზე ავედი სალაშქროდ. მანქანა სადაც გავაჩერე, ძირს ხედავ სათვალე გდია. მე თქვი ეს უეჭველი ზურასია თქო და რავი რამდენი თვე გავიდა იმის მერე. ვისი იქნებოდა აბა ჩვენ გარდა ვინდა ის იქნება. ჩანთა შეგიძლიათ მეგობრებო, ნახოთ ქემშიარში. აი ერთი თვის შემდეგ ჩანთაზე გაგიზიარებთ ყველაფერს. აქ დაგიდებთ აი სონ წყალს და მირთვი მე. ეს ყოფილა ზურას ახალი სათვალე. რა თქვილეების არისო? ველური ეკალი, ბზა, ლატუნი, ორგანული არა და შუშა არის, პოლარიზებული UV და ველური ეკალი რა არის? ველური ეკალი არის მანერაგით ეკალია რა, ოღონდ ველური, ჩაულებრივი სახლის წვრილი ბურდებიანი კი არ არის, კაროჩე. ანუ აქ რა სადურევია? სუეკალი არის ეგ, ბზების ტოჩკები აქვს გაკეთებული და შიგნით ფირუზის ფერიშკონი არის დაყოლებული. ესეც ეკალია ზღვა. ბიჭო, ხესავით იზრდება? ხე არის, ონ ეკალია იმე, დიდი არის. ეგ არ ვიცოდი. და არის ძალიან ჩვენთან არის საქართველოში? მაშინ მეცოდინებ. ეკლიანი ხეები მინახავს, ძალიან დიდი ეკლები როა. დიდებია უყონდა, აი ისინი, პატარა ბუჩქნარებია დიდები. კი, მინახავს. და იმისგან არის და ძალიან მაგარია რა. ეს არის კაპანაუდის სათვალე. აუ, დონე ხარ ტაისონ რა. თქვენ რა სიტყვით? მეგობრებო, ზურა მომიტანა დღეს ჩვენს მაყურებელს, ქალბატონ ლიკას. ხო სწორად ომობს ზურა სახელს? პირადობაში ლიანა. ჩვენს მაყურებელს ქალბატონ ლიანას გამოუგზავნია ჩვენთვის მაისურები ადრე მაქვს ნათქვამი ვიდეოში. ჩემს საყვარელ YouTuber-ს რო უყურებ ხოლმე ზენდერბადნიკს. მასაც ვია ხოლმე ასეთი თხელი მატერია არის. გზენკლავიანი ზაფხულში ძალიან კარგია, როდესაც ლაშქრობებზე მიდიხარ. ზის განდამცავია. ზირზე თავი დაანებე, მიყვარს უგინას თუ დამწვას. მე ვიძახი მწერების თემაში რა. კი დამაქვს ხოლმე სპრეი, მაგრამ მაინც ხო გაწუხებენ.
ეს კარგია, თან ქუდიც აქვს და თხელი მატერიაა, მეგობრებო, მარტივად შეიძლება რომ დაგისვენდეს და გამოუგზავნია თურმე მე წერდა, მე არ მინახავს, რავი. გონი ისე მიყენია Facebook-ი, რომ ვერავინ წერს თუ მეგობრებს. მე რევა ხოლმე რაღაცა. ან ყავს და Instagram-ზე კიდე იმდენი შეტყობინებაა ხოლმე მოსული, რომ რავი ესე უნდა დადგე და მთელი დღე ჩაუყვე. ზოგს არც ვიცნობ, ზოგი რას წერს, ზოგი რას. ის გამოსვლას ველოდებოდით რომ ეს გადაგვიღო ქალბატონია და ის არის ფიქრობთ რომ რაღაცა. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ ამისათვის და ლაშქრობებზე გამოვიყენებ. ამას გავშლი მეგობრებო. მე წამოწე დავისვენო. გუშინ მქონდა დელტები და ზენამკერდი, გუშინ წინ ფეხის დღე, თან სასტიკი ფეხის დღე ლაშამ რასაც ქვია. მაწამა და დღეს ვარ ცოტა მითიშული. აუ, იმენა. როდის ვიფიქრებდი რომ კაჩოკივით დაიწყებდი ლაპარაკს, ჩემი. შენ სახში უნდა ვნახო ზოლა. აგერ მანქანის დუქს მოვაბავ და ეგ არის. მეგობრებო, დღეს უნდა მოვამზადო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საჭმელი ვარჯიშის თემაში. ეს თავიდან ნინიმ გამიკეთა, ნინიმ გამასინჯა. ძალიან შემიყვარდა და მე მაგის მერე ყოველ საღამოს ვთხოვ. მეუნება ნეტარ გამეკეთებინაო. ეს PUBG სტაფასა რა გააძრე. ჩემი რამ სიმძიმეა. ფუჯი სტაფა იცი რა მაგარი. ფუჯი კი PUBG-ია, PUBG-ს ხო ნაირი. დღეს წამოღებული მაქვს ამ საჭმელისთვის რა გვჭირდება? ყოველ შემთხვევაში ასე ვაკეთებთ ხოლმე მე და ნინი. ვიტამინ ფავორის ბიფ პროტეინი, რასაც ვარჯიშის თემაში სულ ვიყენებთ, მანდრიდან არაფერი არ მინდა. სილამაზისთვის. ამაში ერთ პორციაში არის 31 გრამი ცილა. ბიფ პროტეინი საქონლის პროტეინია რა. ხილის არის. მუტი ხილია, მაგრამ საქონის ხორცის გამზადდება და რო თქვენ, მაგით აქვს კაფი. ი ბატონო. ძალიან მაგარი რაღაცა. უშ, აი ეს მომენტი მეზიზღება რა. ვერ ზომო ხომ. ძალას ვერ ზომო ხომ და მაგაზე არ უნდა გადეხო მე და გვერდზე და ჩავდი. გვერდზე გავტეხე. იცოდი მან. იმ დღეს შევჭამე სახში 12 კვერცხი. აი. 10 ხო ჭამ, არა 12-იც გაუქაჩე. ახლა რა უნდა გავაკეთო? აუ, აქ დამეწუწა სალფეტქი მაქვს ჩანთაში უნდა მოვწვენო, თორემ მაღიზიანებს ეს რაღაცები. თან კვერცხი. ჯერ ეს უნდა ავთქვიფო. ეს არის ნაკლებად ღობადი პლასმასი. ეს არის კემშიერში შეგიძლიათ. ნახოთ მეგობრებო. კუპილკა. კუპილკა რუსული სიტყვა არის. არა. როგორ არა? ბრენდს ქვია კუპილკა, ფინური ბრენდი არის. ფინური ბრენდია და რუსების ნაკონი იქნება გაკეთებული. არა, რუსები. ფინური ბრენდია, სალაშქრო ჭურჭელი აქვს. სუბუქი არის ძალიან. ამას ვაკეთებ ხოლმე მე 5 კვერცხით. ნუ სახში რომ მიკეთებს ხოლმე ნინი 5 კვერცხით. იმაში უშვებით ხოლმე 150 გრამ გერკულეს, ეგრე აქვს რაშას ჩემთვის დაწერილი. დღეში ორჯერ უნდა მივიღო 150 გრამი გერკულეს, ან ჯამში 300 და. ეს ვინც ვარჯიშობთ ხალხო გამოგაგებათ ისე რომ იქნება. მაგრა. ახლა თავარი პროტეინი. თავარი ინგრედიენტი. თავისი ჭიქა მოყვება. შევინახავ. მეტი არ უნდა. არა, ზუსტ ერთი პორცია რა. აა. დიდი ტაფა რო იყოს და ორი კაცისთვის ვაკეთებდი, ორი ჩავყვრიდი. ესეც უნდა ავზილო კარგად კვერცხში. შეხედე ზურა, რაღაც ცომის მოზელვასავით არის რა. ოთ კარგად უნდა იზილოს. დიდი მჭამელი აღარ ვარ ხო? ხო, მაგრამ აქ ცომის არაფერია. აქ არის ყველაფერი ჯანსაღი, რაცაც ხედავ რა. აგერ გერკულესი, კვერცხი, სალკე, ბიფ პროტეინი და ჩათვალე ეს არის ცილების რავი, ბომბი. კარგად აიდია. ეს უნდა შეწვა მე ცოტა ზეითუნ ზეთში და ეგ არის. კვერცხის და რაღაცეების სურნია. ხილის. გემო როგორი იქნება ეგ ამთავარი. ნახე. ამას მე მეგობრებო, მე სახში როგორც ვაკეთებთ ხოლმე, ახლა დამოვიწე, საერთოდ დღეს ბევრი რაღაც მოვიწყდებოდა, უკვე წამოსულები ვიყავით, ტაფა რო გამახსენდა და სახში მივბრუნდი კიდე. ხო და ბერტნული იოგურტს უსმენს ხოლმე, მე ნინი ზემოდან, ან რაღაც ხის დააგებს. არ მოკლა არაფერი დაუშვა. არ გლაო რა, გაიგდეს. ეგ ჭიამაი არ არის. სხვა ბაღინჯოა რა. წადი იქით გა. აი ეს შეჭამე. მიდი აგისკიზე. პოპა. რო არ ჩაქრეს, ურა რაღაც ესე დაუდე და ეგ. მაგე დაალყო.
ეგრე ახოდინოს არის. ცოტა ზეითუნიზეთი როგორც გითხარით, დაელოდეთ ტაფა გახურდეს და მე გადავიტანოთ ბლინი. ფიცარი დაუდე რომ ქარმა გაზია ჩააქროს. შეიძლება ათამაშებს. და მაგრად მშია უკვე. მეორე ყובה მისაღები. ცოტა ხანს ეთქვისგან თევას დავიწყოთ. ხო, ეგეც. მე ჩავგორდები ამაში. ასე გამოიყურება პროტეინის ბლინი. მე რომ ამოატრიალო, იმედი ამ ტაფაში კარგად ამოატრიალებ. გონია რომ ცოტა გამიჭირდება რა. მინიეს შენიან ტაფით ისევე აბსრიალებს ხოლმე და ამით თუ დავშალე მეგობრებო წინასწარ ბუდიში. ადრი. განეცდია ცოტა. არა, კარგი არის და მიიწოვდა უკვე მე რა. ზურა, ეს დაიჭირე დაფა. ბა. დაფას ხელი მოკიდე. აიცა. კან. აკეთხარე დაიშალა, მეგობრებო, რა ვქნა, იდეალური ვიზუალის არ გამოვიდა, როგორც ნინი მიკეთებს ხომ ეგრე სადმე ეკრანზე ჩავსვა ფოტოს. ეხლა ცოტა ვიზუალს არ აუშავთ, თავარი გემო არის და გავსინჯავთ. ეში რო სხვა გემო აქვს მაინც ეგ დაამუღამე. ეში ყველაფერი გემრიელი. არა და ხო გაზზე და ტაფაზე გავაკეთეთ. მან თითქოს მაინც სხვა არისო. ეში აქ ყველაფერი ხოშიანი გემო. ზურა მოდი რა, მალე. ოღონდ. ადის ხოხენი, ნუ, აბა. კონდა ჯიქი. სინჯავთ. რა დავარქვათ? პროტეინის ბლინები. შურით და ყველცხით. აი მე ხულს მასახაბებია. რა თქვი? არა. გემო როგორია თქო? ხილის გამო ურტყავს. და საკაიფოდ. თქო, პროტეინს გადაყავ თვიან თავის გემოზე. ვაშლი. იგრძნობა, ანანასი. აიო. პატარაზე დამეჭვა და დამეშალა, თორემ სახში ბევრად კარგი გამოდის რა. სახში თოლი გიგეთებს და მინდო. ნუ როი ვარჯიშებს, ურა უნდა შეჭამო, ხო შენც? თუ ვერ შევჭამე, ფიზიკურად ვერ ვივარჯიშებ, იმიტომ რომ ეს მე უნდა ვახოლე და იწყე ვარჯიში, მაგრამ ადრე ხო დაკლებაზე ვჩაიჩობდი, ეხლა ცოტა 1-5 კილოს მომადება მინდა, კაროჩი. საჭმელს რო ვერ ვიღებ. წონაში ფიზიკურად ვერ მოვიმატებ რა. მარტო პროტეინები კიდე იმ ხელაწონას ვერ ამაგდებიებს, ესე იმათ უცებ როგორიც მე მინდა რა. მარტო საკავი დანამატი არაფერია თუ არ შეუწყე ხელი რა. წება უკვე სასიამოვნო ამინდები. თბილი ამინდები რა. თითბაგულში. მეგობრებო, აი რო დათბება უკვე, კარგად რო დაცხება რა. ის კონტენტი ჩაოლებრივ დაბრუნდება. ხო გახსოვთ? უდაბნოებში, ნახევარ უდაბნოებში საშიშ ხამიან არსებებს რო პოულობ, რო გაჩვენებთ და გიყვებით მათ შესახებ. ეგ დაბრუნდება ჩაოლებრივ. აგერ დაუწერეთ ზურას კომენტარებში, რომ დალიოს წყალი და დამიჯეროს მე. დავლე. თორე ეს ხო ვიცი, ყავასოს და სასმელს უეჭველი. სასმელს სპირტს მაინც ვერ შევეში შორის. ძალიან ცუდი ზურა. გუშინ ჩივასი დავლიე ძმა 300 გრამი უყუჭო კაცმა. ძალიან ცუდი ზურა. ისე ჩემს ახლო მეგობრებში ყველაზე აშვებული ზურა არის. 10 წლის ჩივასი იყო ზურა. იმის დაულებელობა თან გახსნა კაცი. ჩემი ყველანაირად საპირისპირო ის არის. მე ზბაო წვეთში ჩემი. არ ვსვამი არაფერს არ. რა? არა თუ არ გავართ ერთმანეთს, მაგრამ ვაფშე და ურთიერთობის მუღამი, ეგ არის. კი, ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუყურებთ. საინტერესო ეგეთი ურთიერთობა. აბა აი კვაპირობა ხო არ უნდა იყოს ადამიანი. ხო, საერთოდ არ გვაქვს მე და ზურა, მაგრამ კარგად ვუყებთ. ყველანაირად უყურმავართ ერთმანეთის იმათ რა.
მეგობრებო, დღეს იარაღი წამოვიღე მე თქვი. მე და ზურა გავერთობთ თქო სამიზნებს დავაყენებთ თქო და ვივარჯიშებთ. ომში რომ მოგიწიოს წასვლაი კაც მას ეს. რა ზურა? ომში რომ მოგიწიოს წასვლაი კაც დაგრჩება თუ. ხო და ის რა ქვია. რომ მე მაღაზიაში გავივნით გზად თქო. გავიარეთ მაღაზიაში დაკეტილი იყო კვირაა და ეთყობა. არ მუშაობ დღეს და მაგიტო ჩემი იარაღს დღეს ტყვიები არ აქვს და თურმე ზურას ქონია წამოღებული კისტის თოფი. ხო და გავერთობთ კისტის თოფი. ზურას ყველაფერი აქვს წამოღებული. ეს იარაღი ესე ფორმალურად ახლა ხდება ხალხო შენ არაფერი არ გინდა არაფერი არ წამოიღო მეუბნება შეიძლება თვითონ ყველაფერი რა მჩება ბიჭო ტყვიები გათვლილი მქონდა რომ მეკიდა აი ტყვია არ დაგჩენია ის ხო დაგჭა რა ქვია ხო ტყვია არ დამჩება შანსია რომელ ქვას გავაკეთო ხარი მოგაიგო ჩატენი ეს ამაცალე ზურა ახლა ჩორლოთ ამოწი ესე ხო ის ტრაფას გინდა ეგრე ხო შენად ეს მიჭერილია ამ გავის ეს ეს კი არ უნდა კაცი ეგრე მოიცა ეგრე არ უნდა იქნა გაისროლიავა ეს და მე გამოკარიგონდა მოიცა და ჩახმახ წინ გავს მაგას არ უყურებ ჯერ ქვას უყურები სად გაარტყი რაღაცა ხმა გავიგოე ხეზია მგონი ალბათ გასასწორებელი აქვს ზურა სამიზნე აუ ჩემი სტატივი გინდა ესე ცხვი წინ დაუმისდე არ ხდება მაინც შენ სამიზნეზე ვიძახი მაგარი გასასწორებელია თქო ვიდეო ისე ხო ამირია ეს ორი იყო და ვითომ გამსწორებელმა გამისწორებელმა ამირია აიქნებოდა ამიდგართობა ზურას გასწორებული რო ქონდეს სამიზნე კი ზურა შემდეგზე ჩემ თოფსაც წამოვიღებ ბევრი ტყვით და კარგად გავვერთოთ ხარი ამოვარდა, მაგრამ კაი ამ თემაში დაგვიხმარება, რომ ეს შეშა მალე დაიწოს, ნაკოჩხარი რომ მალე დადოს. დღეს ზურას ხათრით ნავჭამო ღორი. ეს თლიანი ღორია ძმა. შენი ხათრით ზურა. კი ბატონო. ზურა მოამზადებს. ჩერი პომიდორი? არ გივასება? კი აბა, ჩერი ნადირია. სხვათა შორის რაც დავაკვირდი, ანუ ზამთარში ეხა პომიდორი რო იყიდა, ხო გემო აღარ აქვს რა. აქ სეზონზე აღარ აქვს გემო, ვაფშე და უყვება რა. ჩერი პომიდორს მაინც აქვს ხოლმე ზამთარში. რაღაცა ცოტა აქვს შერჩენილი. შედარებით, კაი გემო რა. თებში თუ არ გაქვთ, ახლა სალათის ფურცელი შეგიძლიათ გაშალოთ და გამოიყენოთ ნებისმიერ ვარიანტად. აი ეს საჭმელი ჯერ არ მაქვს, ხორც კიდევ ეს გაჭმა, არ შეიძლება. აი ყველს გაგასინჯებ. ყველი შეიძლება. ზურა ყველი როგორი არის? ოდნავ მარილიანი საშუალო და ჭყლინტი, ხო, შე როგორიო ასეო. მე ვაფშე არ მიყვარს დიდად მარილიანი ყველი. ჟანი. აი, გაიხარ. მარილიანი თვითონ მასა მარილიანი ყველი დიდად არ მიყვარს რა და. ჭყინტი, უმარილო, საშუალო, ისა ძალიან კაი. ბატონო. ეგენი შამპურის ზონა შევწოთ, ხო? თავისთავად, ალბათ აფაშები. რა შამპურებს დავითრე. ყველაზე სასიძღარი შამპურები გავთვალე ახლა, აი შამპურიც რო არ და შამპურიც რო არ ქვია. ნა შამპურა. ისეთ ხეუნა ნახო ახლა უეკო. ხო დავჭრა სულ, მე ვერც ვერ შევჭომა, შენ ხო გაკაჩო. ო და ეგ არის რა. ეგ საათის ბოთლები გადაყარე მე. ხო. რაღაც არ შეყვეს ღორის. სოლიტენი. აუ ღორს საშინელი პარაზიტები აქვს. კი. მაგარი საშიშია. ადამიანებს უფრო საშინელი პარაზიტები გვყავს ისე მაგრამ. თქმა უნდა, თვითონ ჩვენ ვართ პარაზიტები და ვიდეოიდა. ცოტა ესე. ნუ, ოთხ შამპურზე ნაწილება და ჯერ აი და მაინც არ დავტვირთავ, შეიძლება იყოს ადგილები, რა. ზურა პრასი გარეცხე? კი. აბა ნიორიაო. ნიორია, უყონთ პრას გავს.
გოგინა კიდე გარეცხე რა ვიცი. იყოს. ყალი გიგავავლე ხოშიანად. აუ ნიორია. მაგრამ კაია. აი სასარგებლო ნიორი და ხალხი მეგობრებო ჩათვალეთ არის ნიორი მაგათ მევასება ერთ-ერთი რა ტეხავს სუნი აქვს ცოტა ისეთი ო რა. საშინელი სუნი აქვს. და ხავს თორე ისე ჭიდავზე რო დავდიოდი თუ ჭიდაობაზე რომელია короче მასწავლებელი ძალით მაჯბებდა ხოლმე ნიორს ჯანმრთელობარიო და დავდიოდი მე ჯანმრთელი და აყროლებული მაგრამ ძალიან მაგარი არის სხვადასხვის მოკლედ ზურა რომ მოიცით ხო გითხარით აი ხავსებისგან რო გავაკეთე ხო ჩემი და გიოს ხავსების ხო ხი არა უბრალოდ თავში საფარი რო გავაკეთე და ზურას რო ეუნებოდი მოდი შენც მე არ მინდაო მეო და ჰამაკში დავიძინებო გავწვიმ და ღამე და მოვიდე და მე ხავსების ახლა გარეთ მეძინა ვაიცი აი ეს კარგად ვარ ტკბილად წევარ ზუგრის ხარეს მაქვს დიდი ქვა წინ ესე ხავსები რამე კარგად წევარ აწვეთი არ ჩამოდის და ეს კარებში იყო და მე ღამე რო რაღაცები და ღამე არაფერმა დაგვასვენა რა ღამეთ რაღაც დადიოდა მე გარეთ ჯობდა რომ გარეთ და მე შენ რა დაცულად და კაი პონჩი იყავია უღა ყველანაირად დაცულად ხო და ზურა რო დაიჩვენებ და კარგად რომ მოიწრის მაკეტკენ წავალთ მე და რამე ეგეთ თავში საფუსტემას გადავიდე მე დაცულად რო დავწე ისე დავიდე ხო თორე იმ ღამესი მენა ჯერ ხო მე დილას წამეძინასავით და დაუშვა ტყავ და წვიმამ დაუშვა ამ შამპურზე შენ შეჭა რა აინტერესებს აუ აჯიკავს შალი აღარ ქონია თვითონ აუ თამაგეთ სვანური მარილია ეს ის აღარ გაქვს ვაფშე რა ქვია აჯიკაია ო სველიო ვარო დღეს არ წამომიღია ორი კონით კი მაქვს მაშინ ესე მოგვიძებს რომ ეკონომიურად მომაღაროთ შეიძლება დაგვარად ბევრი არაფერი აჯიდება ეხლა ესე უცებ სამწვადი ხორცი თქვენ ჩემიდან ორიგინალური გაკეთების ხერხები გიყვართ რომ ბასტურნებ და ვიმაშვები ხოლმე მაგრამ ჩემი მაგას ვიზღაკ მაგის დრო და ესა ახლა შემოვა ვიღაცა და დაწეს წვაც სვანური მარილია თუნდა ჩვენ გვინდა ხო ჩვენ გვინდა ზოგადად მეგობრებო ეგეთი რაღაცები იცის ხოლმე ხალხმა რა იმას ეს რა თუნდა ამას ეს რა თუნდა ანუ ფლია რომ უეჭველი იმათანაირად ანუ რაღაც კანონი ხო არ არის შენ რაც გისწორდება და გემონების თემაში რაც მოგწონს ეგ უნდა ჭამო ადამიანმა და ეგ უნდა მოაყარო თორე თქვენ რო ცხოვრობთ ვიღაცების შეხედულებებით ბევრი ყველაზე არ მაქვს საუბარი უმრავლესობა მაგითო ხართ ბედნიერები და მაგითო უწერთ მე იყავით ისე როგორც გაგისწორდება და როგორ გემონების თემაშიც როგორც კი ბატონო იხარიათ ისე ჭამეთ რა ამას ჩემს წამოწოლაზე და დასვენებაზე ალერგია აქვს ახლა აგერ ქვა დააგდო ხო ქვა დააგდო უნდა ავდგე და გადავუგდო დაიწყო მეგობრებო უკვე ტკიპების და წყილების სეზონი და გავფრთხილდით ბიჭო ძაღლი მოვიდა ნახე დედა აუ ორსულად არის რა საყვარ აი სა ნახე რა საყვარელი ცუგა არის ვაჭამოთ კი მოდი ცუგა მოდი რა საყვარელია როგორ იჯდა და ეგრე გვიყურებდა შემთხვევით დავინახე დედალი არ ეჩხუბება არ შეაშინა ტაისონ გამოდი აქეთ აუ არ მაგ დღეს წამოღებული ძაღლის საჭმელი თორე დაუყრით ისო საიდან მოვიდა ნედა ვისაყო ძაღლების ნეტი რა არის ხო მეგობრებო სამწუხარო ძალიან ბევრი მიტოვებული ძაღლია ეს თან ურსულადაა ნახე აისო ეთამაშება კი ეთამაშება აისონ არ შეაწუხო ცოდუა უბრაზდება აბა ბედნიერ შობიარობას გისურვებ და კარგი ლეკვები გაგეზარდოს აუ ძალიან მეწოდებიან ახლა ამ დროს რა გააჩენს ლეკვებს ვიღაცამ ხო უნდა აჭამოს მეგობრებო აი ეგეთი ადამიანების არ მესმის რა რომ მოვდივარ ხოლმე აი ამ მამკოდისკენ ვიძახი თუ ამივლია მანქანით აი ესე ტრასაზე როცა სიტყვაზე ზემოთ მივდივარ რა უფრო თიანეთისკენ და რამე გზაზე არის ძალიან ბევრი ძაღლი აი თან ნაგაზები გამოგდებული ნაგაზები ახლაც ესეც ორსულად და შეიძლება ვიღაცას ყავდა და ორსულ და გამოაგდეს
აი ეგეთი ადამიანებს არ მისმის, ანუ რაღაც რო ყავს, როგორ შეიძლება რომ მიატოვო, გამოაგდო. გინდა მოხუცებული იყოს, გინდა ავადი იყოს. როგორ უნდა მიატოვო, ხო? მოუწიო შვილსაც რატომ? ხო, ეგ ანუ მე ხა არავინ არ თქვას, რომ აი მიზეზი აქვს შეიძლება და რაღაცა. ადამიანი რომელიც თავის რაღაცას დატოვებს. ტაისონი ჩემთვის არის შვილი. როგორც ნუეა შვილი, ტაისონი ჩემთვის შვილია. მე თუ ტაისონს მივატოვებ, ესე იგი შვილსაც მივატოვებ, ხო? ადამიანი რომელიც ცხოველს ასე მიატოვებს და იცის რომ აი ვერავინ მოულის, თუ მაინც და მაინც ვერული და ან სადღაც მიდიხარ და რაღაც, შეგიძლია დაწერო ჯგუფში, გააჩუქო ან რაღაც, აი ადამიანი რომელიც თავის ძაღლს მიატოვებს, ეგეთი ადამიანის არაფერი არ მწამს მე. ეგეთ ადამიანს არც დაუძახებ, ეგ არის რა ვიცი. საზიზღარი არსება რა და არანაირი გამოსამართლებელი. კიდე იყო, ცოტა ჩიცია მიცეს. მიეცი კიდე ცოტა. მაგას არანაირი გამართლებადი რაღაც არ მოეპოვება რა. ეგ არის ყველაზე საშინელი საქციელი. და ძალიან გული მწყდება ხოლმე რომ ესე ქუჩაში ამდენი ძაღლია, საწყლები, მაგათ ხო სჭირდებათ მოვლა, საჭმელი უნდათ, სასმელი უნდათ, სითბო უნდათ. არა და ძაღლი რა ერთგული ადამიანმა ძაღლი რო გამოაგდოს და რაღაცა რომ მივიდეს ისევ იმ ძაღლთან, ის ძაღლი ისევ მიიღებს როგორც თავის პატრონს. ანუ კი არ ეტყვი შენო რატო გამომაგდეო და რაღაცაო და ამ დროს ადამიანები რას ვაკეთებთ? რა ევასება ნახე მოდი. რაზურა? ჩიფსი ნახე რა მოდი. ია შეიძლება ეხა ჩიფსი არ ხო და ნაჩეს. ხო და მაგას ვამბობ, არაფერი აქვს და თუ არაფერს ეგ ჯობია თქო. ჩიფსი შეროჭა მეგეც არ არის კაი. მე მაგათაც ავჭა. მე სუბუქია მაგ. ზურა მაგერ ჩიფსიც დაუყარა და გახარებული რისაწყალი. რო შევტრიალდი მეგობრებო, იცით როგორ მიყურებ და აი რაღაცა კეთილის სახით, ოღონდ რაღაც ცოტა დაწოლილი იყო, რომ აი თითქოს გვეკითხა, ეგეც და არა. იცი როგორ აი გვეკითხება და მოვიდე თუ არაო რა. რომ მაინც შეიძლება ზოგი ცუდად ექცევა, რა ვიცი. 1000 ბოროტი ადამიანია და ისე რაღაცნაირად საყვარელად იყო და რომ სითბო რო გამოვხატეთ, მე ეგრევე წამოდგა. არა და აი მეგობრებო, ჩემი აზრით ასეა რა და დარწმუნებული ვარ ეგრეც არის, რომ ძაღლი არის ყველაზე საოცარი არსება, რასაც ღმერთი გვაძლევს ამ ცხოვრებაში. ძაღლი არის ჩვენი საუკეთესო მეგობარი და აი ამაზე ერთგული არსება ღმერთს არაფერი არ შეუქმნია. ჩემთვის არის ძაღლი ღმერთის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება რა. ეს დაჟმალე დაფესდება. კი, უკვე ძალიან დიდი მუცელი აქვს. აი ტაისონი მაგალითად ჩემთვის არის საუკეთესო მეგობარი. ამას ესე სიტყვიერად კი არ ვიყენებ ხოლმე რომ საუკეთესო მეგობარი. მართლა საუკეთესო მეგობარი არის. აი ერთგულებით სავსე, სულ რომ მიყურებს, სახლში თუ დამყვება, სულ ჩემთან ერთად უნდა ძალიან გიღუნა. ამის ტვინის ბულბაც მიყვარს და აი ყველაფერი რა. ეს არის უდიდესი საჩუქარი ღმერთისაგან ამ ქოთმით. ისევე როგორც ჩემი შვილი და ოჯახის წევრები. ნიარის გოგოების მოყვარული ბიჭი და ეხეთ როგორ აწყონებს თავს. ტაისონ რაც სანც არ ახარ რა. ერთადერთი მომენტი, როდესაც თამაშობს და ძაღლთან ასე ურთიერთობაში კონტაქტში შედის, ეს არის დედრებთან. აი მამალი დაინახოს, იჭიმება, იფოფრება, იღრინება, ჩხუბობს. ტაისონ გაგიბრაზდება, ცოდოვარი, არ მიგიკარებს. ხალი ოხერია ტაისონ. უცებ რო შეები თითქოს ვერც გწნობო, ოპა, შენ დედა. ნახოთ ერთი ზურა როგორ წვაჩე. ეს ხო მაღალზეა ეხა. ცოტა შეიძლება მეტი დრო დაჭიდეს, არა და უკვე კაი წითელია. მაგრამ სოჭი წვნიანი იქნება რა. და კაია. ნელა ვჭამ ხორცხალ. ცომიანს ვერ ვჭამ და სწრაფად ვერ ვჭამ საჭმელს. ცომის გარდა ნელა ყველაფერს ვჭამ უკვე. საერთოდ ორი რაღაცა. აუ რა ხეა, წელი აქვს. ეს ნაკლა მაგარი უჯი შუშამფურებია რაღაც, ხო? კარც ეცლება. იტოვე. წინი ნახე.
ძალიან მოშიებული ვარ შოთაშვილის. ალბათ განზადდა კი გადაგვიყვარა რაჯი. ეს გასინჯე. წადიანი სადათი. ნუ გაი არომატები ჩადო. კი. მაგარი მუშიდა. აია. კაი გამოვიდა. როგორი შავი ღრუბელი მოდის ნახე. ხვალისთვის წვიმა. დავასწრებ. ეს შიტის ხმა მეგობრებო. რისი ხმა? პირველად გავიგე სერიოზულად. ჯოხის არის ხმა. ბიჭო, რისი ხმა არ ვიცი, მაგრამ ხო იცი ჩხიყვმა იცის ეგეთი მაიმუნა. მიხო მიბაძვა იცი. იმან იცის რა ვიცი, ცოტა ხანში დაგელაპარაკება და ეგ იქნება. ვიდეო და მინდა მოვიკითხო 4 წლის ნიკოლასი გული და სულით. დიდი მადლობა რომ მიყურებ. მითხრეს რომ სულ გიყურებსო, შენ და ტაისონი ძალიან უყვარხართ და ძალიან ბევრი რამე სწავლობს შენგანო. ძალიან მიხარია მის მოსვენა მართლა და მოკითხო აქედან. აგე ტაისონს არ შეუძლია მოკითხო, მაგრამ ჩათვალე ესეც მოგიკითხოს. ზურას რა მაგარი ხეზი სამუშაო იარაღები გაუკეთებია თან თავისი. დავისი დაბა ვინ რას გაგიგეთეს ჩემი ანუ თვითონ ტარებით და ესეც. თვითონ აუწყია ყველაფერი. კი ბატონო, ეს ზოგი ლობზიკის პირისგან არის, ზოგი მაკრატლის ოღონდ ყველანაირი მეტალი არ გამოიყენება, უნდა იყოს მყარი აუცილებლად. მაგარი ისინია. ზოგი ხერხის პირისგან არის. ამაში შეხედეთ. უილა როცა ვარ ტელეფონის პრობლემას და ეგეთ რაღაცა. სიცქნე რაღაცეა. და ჩემპიონში გამოვხდე ხოლმე რაღაცეებს და დავიყვანე ასე აქ. ზურა ეს გოგო ვინ არის ერთი? რა ვიცი. ხონდა დამანახება ჩვენ ჩემთანაც ხარს. ნახეთ მეგობრებო რა მაგარი არის. მეორე მაჩვენე. აჰა სამი. აქ რა გაქვს დაწყებული? აქ არაფერი, ეგ ახლა მოვიფიქრებ რამეს. ესე იგი, ეს სტამენსკა არის როგორ გითხრა, მისთვის რა. ცოტა უკვე დიდი ფართო ძალიან გრუპი ვიზუალების გასაკეთებლად. ეს არის უკვე სიტრულეებში, დეტალებში შესასვლელი. ეს კი მიხვდები რომ რგვალი ის არის თვალების და რაღაცეების ამასაღებად. ეს ცოტა დიდი რგვალი შედარებით. ესე თლისთვის უფრო გამოგადგება. ხო, ეტყობა პირდი. ეს არის სამკუთხედი შტრიხის სამკუთხედის ამასაღებად. ესე მიუყვები. ესეც არის პაჭტი ესეთი ოღონდ ცოტა სხვანაირი შესასვლელები აქვს, სიღრმეში შედის და რაღაცა. ეს უკვე ტონი მასწავლე ეგ ადრე. რა ჩაჭრა და რაღაცა. მე მგონი, ხო. ეგ ეს მახსოვს. იცი წვრილიანების ამოსასწორებლად არის და ეს ყველა მარტივად მიხვდება ამას რისაც არის სწორი კი. კონტურიზაცია და ესეც წვრილი კანტების ამოსაღები, ოღონდ სამკუთხედი არა, ოთხკუთხედი წვრილი კანტების აქვს. ახლა შენ მიხარი რა გინდა რომ გასწავლო. შენ რასაც იტყვი. მაგისგან რის გამოსლა გინდა რომ გასწავლო. გველი აკეთება სტანდარტული გველი იყოს. გველი თუ გინდა. კაკალაკადილი და აქეთ თავი კონდეს. კი ბატონო, მაშინ პირველ რიგში აიღებ ამ სამეცდას და გათალე ჯერ გაასუფთავე გაროჩეს. დავაპწყელო თუ უბრალოდ დავამგვალა. დააპწყელე, ოღონდ ძალიან არა რა. ხო. ეს ამას ხო გათლი, გაასუფთავებ და ეს მეორე მხარე მე ემიდან ესე დააპწყელე სადღაც გველი ამ ხელმა სადღაც ესე რა სანტიმეტრიზე 20 მეტრი იყო 12 მმ რა. თან რო აცივდა. კი, აგრილდა ხოთაშურის კარგად თან. აგეთი რა მაგრათია. ხანა ხემოვი. დაგლაკნილი გველი ხო გინდა? ხო. აქ თავისი ტყვაზე. მოდი გავუკეთოთ სამკუთხედ თავიანი ჯერ გრუპი ფორმა მოვხაზოთ. ერწყმებოდეს სისხლში გადადიოდეს კაროჩი. ახლა ამას რო გააკეთე მე ტარად გააკეთე ვინა აქ ჩანგალი გავუკეთე. ახლა ეს ესეც ეკალი არის რა, თლათ ესეთი არ არის, ეს უკვე დასრული ხია. ეს ეკალი ადვილად არ გაწყდება, მაგრამ ვიწრო რო არის და მაინც ახლა ფრთხილად უნდა მოეყვრა კაროჩი. აი. ეს ფორმა ხო დაგიხაზე ხა მოგლაგინე. ამის ჭრას აკეთებ ხან ანაირად. ამას პირდაპირ თლას არ უნდა წაუყე და უკვირდი უზორებს ხო სწორად მოდის. სადაც აქ ხმად შეუდის ეს.
ხო. აქედან გავუკეთებ ჭრას, იქიდან რო წამოვაგვი, ასე აღარ გავუკეთებ ამის იმას. აქედან ასე გავუკეთებ. ხო. თავიდან ახლა ზუსტად ამაზე თუ არ მივიყვან, არა უშავს უხეშად დატოვებ რა, გასუფთავებისას იმაქნე უკვე. ორა კაი ხმებია ზურა შაშვების. გაგაგალია. ყველა გვერდი უნდა მოუმრგვალო, როგორც ზურა მითხრა. ზურა. შეშალა კადრი. ზურა ძალიან დავაჭირე რა ვქნა. ვერაფერს ვიზობ წეგოთ რო არ გვაქვს. არა, ვერაფერს ვერ ვიზარ. თან ნახე გულთან ვიყავით ჩასულები. იმის გამოგეცადა მარტო შენ. ის ძალიან ის იყავ პატარა. მაშინ თავიდან დაიწყო სხვა გზაში. არა, ხელთავიდან დავიწყე. ეს სხვა რამე გამოცადა. ოი, შენი. მე ვეუბნები ზურას, რომ არ გამომივადგო. ამასაც შემებული აქვს გამოგივაო. თუ არ გაჩერდები გამოგივა. ეგ ხო, მაგრამ ეხა თითქლაზე არ არის ეგ ეთყობა. ყველაფერზე არის, ნა, რაღაც დონეზე მაინც. ცხოვრება არა და მიყვარს ეს ხისტლა და რაღაცა, მაგრამ ხისტლა უნდა აი ჯუჯა კაცი არ ცხოვრებასთან, ნა, დასწავლის ცხოვრებას. აუ დავიწყე. ეს მაინც გამომივიდეს მეგობრებო იქნებ. რამდენიც არ უნდა მითხას მართლა ეხა არ გაჩერდეო, არ გამოვა. პატარა რაღაცით რო დავიწყე, უფრო არ გამოვთარ. წინაზე ტაისონი რო გამოვთალე. ყველა დიდი ხე აიღე, მე შენს კი. ეგ არის მე გაჩერება ზუსტად. შენ ეს რაღაცა დააჟინდი, უნდა მოძებნო ალტერნატიული გზები. ხო ბიჭო, არაფერი ვარ ვიცი, უცებ პატარა რაღაცით ვიწყებ ყველაზე რთულით. არ გამოვიდა რა მეგობრებო, დღეს ძალიან სირთულებს მივაწყდი. პირდაპირ პატარა, ზოგადად ხეზე რო თნიან ხოლმე, რო დავაკვირდი ვიდეოებშიც, პატარა რაღაცები უფრო რთულია ხოლმე, ახლა ზურას რაღაცები რო გაჩვენეთ. მეტი სიფრთხილე უნდა რა და მე სიფრთხილე არ გამოვიჩინე და გოლს კი წავაცალე ტანი. თავი რო არ წამეცალა, ხო კარგა მიდიოდა. მე იმის გადაკეთებაც ეგეძლო, მაგრამ შეაგდე ცეცხლია. ეს ჯვარიც მეგობრებო, პატარა იყო და თავი წავათალე რა, ეგეც ძალა ვერ მოვზომე თორე. დიდი ზომის ჯვრებს თვლი მაგ სახში ამდენიმე გამოთვლილი ასე. მაგითო გეუბნები. თლიანებისგან. გასწავლის კონტროლს. მაგრამ არა უშავს, პატარისგან დადგება ტურგალმეისტერი. შემდეგში რო წავალთ, იქვე მოჭრი რამე ხმერს და მაშინ გამოვთვალე. სქელიო. კი, სქელი უეჭველი. აი შემდეგში დაიმახსოვრეთ, კაი რაღაცას გამოვთვლით მე და ზურა. რომ სახერხი გახსნას ზედვე. გაცვიფრებ. მაგარ რაღაცას აკეთებს. ცუგრას ვაკეთებ, არა, დღეს ღამდება ეხა ვერ მოვჩები. მე სახელოსნოში მოვჩები რო ჩავა. ეხა პროს ძირითად ფორმას მოვუყვანთ. ნახეთ მეგობრებო, ზურამ რა მაგარი რაღაც გააკეთა. მონადირე ძაღლი. ხო, არ დავასრულებინე უკვე ბინდდება და დღეს დარჩენით მაინც არ ვარ წამოსულები და ამიტომ უნდა დავეშვათ სახლისაკენ, მაგრამ ძალიან მაგარი არის. ამას დაასრულებს და მე მემაჩუქებს შემდეგ წამოსვლაზე. თუ არ გავყიდე? ეს თუ არ გაყიდე? პატარებსაც ყიდე? ყველაფერს რა. ო, მაშინ გაგიყიდოს, არ მინდა. მაგრამ შეიძლება ბიჭო მაგი კომპოზის კონტროლი. ძალიან ლამაზი არის. მაშინ შეიძლება ნახოთ ჯერ და მომთავ და რა წამომივიდეს. აი ვინც ნადირობს და რაღაცა და კონდახი უნდადეს, დააკვდება მაგას. მე ხო კონდახი. ჩავჯექით მეგობრებო და დავეშვებით ახლა. აქედან დაგემშვიდობებით მეგობრებო, მე და ზურა. შეხვდებით სხვა დროს
სხვა ვიდეოდან უფრო შორს წავალთ და დარჩენით რაც თქმა უნდა. ბევრი რაღაცას გავაკეთებთ და ემშვიდობეთ. სურაზე კი გითხარით აპანავუდი და გადახედეთ, ვისაც გაინტერესებთ ეგეთი რაღაცა. შეგიძლიათ იმას მარტივად გოიცით. კი. აბა მაგრად მეგობრებო თქვენ უყურებთ BBR-ს. ახლა